ესე არის სასჯელი, ხლა რა არის ეს სასჯელი? კვლავ განმარტავს. ამე თუ ნათელი მოვიდა სოფლად, ნათელი, ანუ ქრისტე მოვიდა სოფლად, გაიგერო ღმერთი მოვიდა ადამიანად, მე ვარ ნათელი უფალი ამბობს, ნათელი მოვიდა, ანუ ქრისტე მოვიდა და კი არ ამბობს ვერ დაინახაო. რა კარგია, ხო? ესე მოვიდა და ვერ დავინახე. და თუ ვერ დავინახე, უფალო, ჩემი ბრალია? აი მოხვედი და ვერ დაგინახე და ჩემი ბრალი არ არის, ესეთაც შემქმენი და ვერ დავინახე. საინტერესოა, ხო ღვთის სიტყვა. ესეა სასჯელი, რამე თუ ნათელი მოვიდა სოფლად და კაცს და ვერ დაინახეს. არ ამბობს ასე. არამედ წერია ასე, ესე არის სასჯელი, რამე თუ ნათელი მოვიდა სოფლად და შეიყვარეს კაცთა ბნელი. ანუ კი ვერ დაინახა, აი ვერ დავინახე. არა, არამედ მე ბნელი მიყვარს, ანუ ბოროტება მიყვარს, გესმით? და რადგან მიყვარს ბოროტება, ამიტომ ვერ ვხედავ. გესმით რა შეასაქმე? აი ფსალმუნებში არის ეს სიტყვები, თქვა უგუნურმა გულსაშინა თვისა არ არისო ღმერთი. ეს ფსალმუნის სიტყვა, ხო გითხულობ ფსალმუნებს? იმედია გითხულობ. არ არისო ღმერთი. და წმინდა მამათა განმარტებით, თვითონ ორიგინალში როგორც არის ეს სიტყვა, უგუნური ინტელექტუალურ სულელს კი არ ნიშნავს, მე და ადრე ნათქვამი მაქვს თქვენთვის ეს გადაგებაში, არამედ უზნეობით გონება დაბნელებულ ადამიანს ნიშნავს. აი ეს სიტყვა უგუნური, რომელიც ქართულში იგებ როგორც სულელს, თქვა სულელმა გულსაშინა თვისა არ არისო ღმერთი, სინამდვილეში ორიგინალური ტექსტის მიხედვით ნიშნავს კიდევ ერთხელ ვიმეორებ, არა ინტელექტუალურ სულელს, არამედ უზნეობიდან გამომდინარე გონება დაბნელებულ ადამიანს ნიშნავს. გესმით რა შეასაქმე? ამიტომ ადამიანი, რომელიც შეიყვარებს ბნელს, მას ქრისტეს დანახვის უნარი არ აქვს.